პირველივე მომენტი და პირველივე წუთზე გოლი გააქვთ ბათუმელებს. რა შეცდომა და თორნიკე კირკიტაძეს გააქვს ეს გოლი ქუთაისად და კარგი. რა მოხდა რეალურად? შეავიწროვა იქ წულუკიძემ თავისი მეტოქე. ხო, კირკიტაძე კარგად ჩაუსაფდა ამ მომენტს და საბოლოო ჯამში გახსნა კიდეც ანგარიში. ნუ შეცდომა რა თქმა უნდა. აქ ნახოთ ბათუმელები ისევ და საკმაოდ საინტერესო მომენტია ისევ კირკიტაძე იყო გარღვევაზე ჯერ შემადგენლობების ვერ გაგაცანით ისე სწრაფად ვითარდება ამ შეხვედრაში მოვლენები. სახიფათო მომენტი კიდევ ერთი ბიორნ იონსენი თითქმის ზარიელ კარში თითქოს ურტყამდა შიმიჩსაც გვიჩვენებენ. ნახოთ ძალიან სახიფათო მომენტი და შეიძლება ანგარიში გათანაბრდეს. რა მომენტი გაფუჭდა? არანაირი თამაშგარე მდგომარეობა არ ფიქსირდება როგორ ჩანს და რა მომენტი გაფუჭდა. კუპატაძე ბურთს არ შეხებია. კიდევ ერთი კონჩეტევა ტორპედოს ჯერჯერობით ხო არაფერს ნიშნავს ის რომ დინამო ბათუმი წინ გავიდა ამ ანგარიში დიონსენზე ჩაწოდება არ გადის. პირველი დარტყმა და მეორე მცდელობა კოხრეიძის მცდება ლაზარე კუპატაძის კარს. ძალიან საინტერესოა ეს შეტევაც. ჟორჟინიოს დარტყმა ვიხილეთ კარის მიმართულებით მცდება ბურთი ბათუმელთა კარს. ნახოთ აქ მარას დარტყმა საბოლოო ჯამში დასრულდა იმით რომ კუთხურს მოაწვდიან ბათუმელები. ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ არა. წულუკიძე ურტყამდა თუ მარა საბოლოო ჯამში ეგ ვეღარ დავინახე. ჯაფარიძე მოაწვდის ბურთს კუთხურიდან, მაღალი ბურთი დაკიდა საჯარიმოში. ბრძოლა ბურთისთვის გამოაქვთ ქუთაისელებს. კოხრეიძე და შემდეგ მილჩენკოს დარტყმა ისევ კლაიჩი იგერიებს. სერბი გოლკიპერი ქუთაისელთა მოწოდების სიმაღლეზეა. აქ დარტყმა კარის მიმართულებით კიდევ ერთი და გადარჩა დინამო ბათუმი. იქნება კუთხური რიკოშეტი იყო. ინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი. ასპინძლებმა. კუპატაძე აქ ბამბურთზე გამოვა. თამაში აბრუნებენ ქუთაისელები. კიდევ ერთი დარტყმა, კიდევ ერთი კუპატაძე შეიძლება ამ ბურთის გაშვება ალბათ კარში არ მიდიოდა. კიდევ ერთი რბილი ჩაწოდება ქაფიანიძეს გამოაქვს ამჯერად მამუჩაშვილია ბურთით. აქედან დაარტყამს მამუჩაშვილი და არტყა არაზუსტად. ბათუმელებს კი ახლა მოსაგერიებელი აქვთ კიდევ ერთი შეტევა, კიდევ ერთი სტანდარტი საკუთარ კართან, ისევ ვლადიმერ მამუჩაშვილი ბურთთან და ისევ ჩაწოდება. დარტყმა და ანგარიში ხდება 1-1. ანდრიხი და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა და უფრო რთული ვითარებიდან მოახერხა ანგარიშის გათანაბრება ტორპედოს მე-17 ნომერმა რომან ანდრიხი და მის მიერ გატანილი გოლი. ქუთაისელები დარჩებიან ბურთით და სუსტი პასის გაკეთება ბიორნ იონსენზე. ანგარიში გახდება 1-2 უწყინარ სიტუაციაში. გავიდა ეს გოლი და ბიორნ იონსენმა გაიტანა კიდევ ერთხელ ამ სეზონში დინამო ბათუმის კარში თავისი გოლი. 1-2 ხდება ანგარიში. იქ ბათუმელთა ერთ-ერთ მოთამაშეს უნდა აღმოუჩინონ დახმარება. ხო ისეთი მომენტი იყო რომ აქ მილჩენკო იყო აქცეული თითქოს იქ ხოზრევანიძეს ვერ ახერხებდა თამაშს. ვეღარ წაიღო ანდრიჩმა აქ ბურთი და წულუკიძე. კარგი პასია მანდრიჩენკო. ერთი მცველი მყავს ხოლმე პასი შეიძლება წულუკიძეზე. წულუკიძე ბურთით კიდევ ერთი გადაცემა დარტყმა და 2-2 ხდება ანგარიში. გაათანაბრეს ბათუმელებმა ანგარიში. ნახოთ თამაშგარე მდგომარეობა ხომ არ დაუფიქსირდება კირკიტაძეს. ჯერჯერობით უფიქსირდება ელიკაშვილი. სადარეგომ საჯი იქ უბრალოდ გვერდით იმ საჯი ანიშნებს რომ თამაშგარე მდგომარეობაში იყო თორნიკე კირკიტაძე. შეტევის განვითარებას ცდილობენ ისევ ბათუმელები. ჯარიმა უნდა იყოს
მაგრამ არ ნიშნავს ჯერჯერობით ამ ჯარიმას, რადგან ბათუმელებს უნარჩუნდებათ ბურთი. მატჩის მთავარი არბიტრი უერდი მარა ბათუმელთა იერეში გაგრძელდება. კიდევ ერთი ჩაწოდება, გამოტანილია ბურთი, ვინ დაარტყამ საბოლოო ჯამში კარში. მილჩენკო კარგი იყო, პასი ზუსტია. დაარტყმა კიდევ ერთი და გოლია 2-2. ანგარიში გათანაბრდა. მატჩის 92 წუთზე ანგარიში გაათანაბრეს ბათუმელებმა და ძალიან საბრძოლო იყო ყველაფერი აქ რაც მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელების შეუპოვარი ორთაბრძოლა. აქ კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი დაარტყმა და კლეაიჩი იგერიებს. მხსნელად ევლინება აქ ტორპედოს სერბი გოლკიპერი. შეგულიანებული არიან ბათუმელები აქ. ეს შეიძლება იყოს ბარათი, ოღონდ რაფერის, წითელი. წითელი ბარათი ჟორჟინიოს. ხო, ნახოთ აბა, ჟორჟინიო დაგუბრუნდება თუ არა მოედანზე, ამას წელს დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს, ეხლა 10 კაცით ჩაამთავრებს თუ არა. ტორპედო რადგან ერთ-ერთი ბოლო იერიშია, ვფიქრობ, რომელსაც მანხორციელებს აქ დინამო ბათუმი და მატჩიც მალე უნდა დაამთავრდეს წესით დარიგით. ნუ შეტევისთვის ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, რომ მეტოქე 10 კაცით არის, მაგრამ აქ დიდი რაოდენობით უკან ჩამოვლენ შემტევები. ხო. ჟორჟინიოს წითელი გააუქმა და მისცა ყვითელი. ბოლო წუთი და ძალიან სახიფათო სტანდარტი ბათუმელებს. კარში დაარტყმა პირდაპირ და კლეაიჩი. აიღო ეს ბურთი სერბმა მეკარემ. არას დაარტყმა გამოვიდა სახიფათო. ჩაფარიძე აქ ბურთით რა გააკეთა. გადარჩა ბოლო წუთზე აქ ბათუმის დინამო.